მოგესალმებით ყველას, დღეს გიზიარებთ ჩემი ვარიაციით მომზადებულ აჩმას, რომელიც გამოდის უგემრიელესი. ეხლა კი დროა შევუდგეთ საქმეს. მიქსერის თაშში მოვაცოთ გაცერილი ფული, დავუმატოთ მარილი და ასევე შაქარი. გადავურიოთ ყველაფერი კარგად. ასევე დავუმატოთ თბილი წყალი, კვერცხი, არაყი, ძმარი და ცოტაოდენი ზეთიც. მიქსერს გავუკეთოთ სომსაზელის აღჭურვილობა. მოვზილოთ ერთგვაროვანი მკვრივი ცომი. მიღებული ცომი გადმოვიტანოთ შემდგომში სამუშაო მაგიდაზე. ხელის დახმარებით დავამუშაოთ ცომი 5 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი სტრუქტურის. მიღებული ცომი გავყოთ 100 გრამიან გუნდებად. ყოველივე გუნდა ხელის დახმარებით მოვაგუნდაოთ. შემდგომში გადმოვიტანოთ ლანგარზე და გადავაფაროთ ჩაის ტილო. დავასვენოთ ცომი 10 წუთის განმავლობაში. თბილ ადგილას ამასობაში კომბაინს გავუკეთოთ ყველის სახეხი. კომბაინის დახმარებით გავხეხოთ იმერული ყველი და სულგუნი. ალბათ ვიდეოებში შეამჩნევთ, რომ ეტას არაჩვეულებრივ პროდუქციას ვიყენებ. ეტას პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ ეტას უამრავ პარტნიორულ მაღაზიაში. 22 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით იწყება დიდი ფასდაკლება ეტას სრულ კოლექციაზე. ასე რომ იჩქარეთ, მოასწარით შეძენა, რადგანაც რაოდენობა შეზღუდულია. ეხლა კი ისევე დაუბრუნდეთ აჩმას. დასვენებული ცომი ფქვილის დახმარებით გავიყვანოთ განში. საცხობი ლანგარი აუცილებლად კარგად დავცხიმოთ კარაქით. შემდგომში მოვათასოთ ცომი. ყალებში მჭიდროდ უნდა დავაფიქსიროთ ცომი. შემდგომში კი დავცხიმოთ აუცილებლად კარგად. ეხლა კი ისევე დაუბრუნდეთ ცომს. ცომი გავიყვანოთ განში. დუღარე წყალში მოვათასოთ მარილი. მარილი გავხსნათ წყალში კარგად. დუღარე წყალში მოვათასოთ გაბრტყელებული ცომი. ხარშავთ დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში. მოხარშული ცომი გადმოვიტანოთ ცივ წყალში. გავაგრილოთ და შემდგომში გავწუროთ აუცილებლად კარგად. გაგრილებული მოხარშული ცომი მოვათასოთ პირველ ფენაზე. დავცხიმოთ აუცილებლად კარაქით კარგად. მოვათასოთ მეორე მოხარშული ცომიც. ყოველი 3 ფენის შემდგომ ვაყრეთ ყველს. ყველი მაქვს იმერული და სულგუნი ერთი ერთზე. შემდგომში ვიმეორებთ ანალოგიურად. ყოველი მოხარშული ცომის შემდგომ აუცილებლად ყოველივე ფენას ვცხიმავთ აუცილებლად კარგად. საბოლოოდ აჩმის აწყობისას გამოგულა 3 ფენა ყველი, დანარჩენი მოხარშული ცომი. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ პირველი ფენა ცომი და ბოლო ფენა ცომი არ იხარშება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს მომზადებული აჩმა შეგიძლიათ გაყინოთ. გაყინული აჩმის გამოწყობა კი უმარტივესია. ვაწყობთ წინასწარ გაცხელებულ ხუნაში 200 გრადუსზე. ვაწყობთ ზედა-ქვედაწვის რეჟიმით, თუ აქვს ღუმელს კონვექცია, კონვექციას ჩავართოთ. ცხობას დასჭირდება 35 წუთი. ეხლა კი ისევე დაუბრუნდეთ აჩმას. აჩმა დავჭრათ 12 ნაჭრად. ზედაპირზე უხვად წავუსვათ კარაქი. შემდგომში კი გამოვაწყოთ 200 გრადუსზე ზედა-ქვედაწვის რეჟიმით, თუ აქვს თქვენს ღუმელს კონვექცია, კონვექციას ჩავართოთ. ვაწყობთ 35 წუთის განმავლობაში. აი ესეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი აჩმა გამოგვივიდა. აუცილებლად სცადეთ, არ ენანებთ, ნამდვილად გემრიელია.